გამარჯობათ. ეს მინდა წარმოგიდგენოთ ქართველი მწარმოებლის მიერ შექმნილი ჩიბუხის თამბაქო. მე ბევრჯერ მithქვამს და შემოსიდებებში რომ მე არა ვარ თამბაქო დამოკიდებული, მაგრამ ვარ თამბაქოს მოყვარული. მაინც ვინმე თუ გიყურებს 19 წლამდე მოკლედ ესაკის თუ და უფროსი ესაკისაც მაინც გეტყვით რომ მოწევა მაინც მავნებელი არის რაღაც ფორმებით და ამიტომ ჩემს რჩევას რჩევათ მიიღებთ. თუ არ მოწევთ უკეთესია, მაგრამ მაინც თუ ეწევით, გირჩევთ რომ თამბაქო მოწევთ და ასე გარეთ. ისევე როგორც ვინო მინიმალურ და ნორმალურ დოზებში და მოგახდებით დამოკიდებული ამ საკონდენს. მაგრამ გავაგრძელოთ მაინც, რაზეც ვსაუბრობთ. ზამთრობით ქართველი მწარმოებლის ჩიბუხის თამბაქო ესეთებში იყიდება, ეს ვაფრთხილებს რომ მოწევა მავნებელია. თუმცა მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით და არ ვარ დიდი მოყვარული არა, მაგრამ არა ვარ თანახმარო ეს ყველაფერი საშინელება ესე საზრდოობრივ დახატული იყოს თამბაქოს კოლოფზე, იმიტომ რომ ალკოგოლიც აზიანებს ღვიძლს და ალოთებს ადამიანს და ანგრევს ოჯახებსაც და ქმნის მოზარმაზარ პრობლემას, მაგრამ ეს ვისკის ბოთლზე არ არის დატანილი არც ცეროზით გადიდებული ღვიძლი, არც გარდაცვლილი ადამიანი და არც სხვა საშინელება. ეს შემდეგ გადავიდეთ. მოკლედ ქართველი წარმოებელი არის ჩიბუხის თამბაქოსი. ეს არის თაფლის არომატით. როგორც გითხარით, შეფუთული არის ესეთ 50 გრამიან კისეტებში. კარგად არის შეფუთული, აი ახლა არის. თამბაქო მსხვილად არის დაჭრილი. მოდის თამბაქოს და თაფლის არომატი მსხვილად არის დაჭრილი და დაჩვენებდი რა. და თან არის რაღაცნაირად აი ძალიან დაპრესილი. ნუ ბევრი აქვს. მე ესე თითქოს აი ესე მოხდება ესე შეწებებული. არ ვიცი, ნახავ ახლა შეიძლება ცოტათი გაშრობა დაჭირდეს და უფრო უკეთესი იყოს. ამიტომ მე ახლა რაღაცას დავტოვებ აქ კისეთში, თუმცა გახსნის შემდეგ კისეთშიც შრება უკვე. რაღაცა ნაწილს გადავიტან ჰერმეტიულ კოლოფში. ეხლა თამბაქო თითქოს იყო დაპრესილი, მაგრამ როდესაც დავშალე საკმაოდ მშრალია. ნუ არომატული თამბაქოსთვის, იმიტომ რომ არომატული თამბაქო მაინც უფრო სველი არის სხვა თამბაქოსთან შედარებით, იმიტომ რომ ეს არომატიზატორები ფაქტიურად ჩიბუხის მოწეველები მას უბრალოდ შაქარს ვეძახით. იმიტომ რომ სიროპის მსგავსი რაღაცა არის და იმით იშღინთება. დაბალი ხარისხის თამბაქოებზე არის საუბარი, თუ ძალიან მაღალი ხარისხის არომატული თამბაქოები, იმათ თავი ესე არომატი აქვს და ეს განამატები მინიმალურია. ნუ აქ ეტყობა ეხა როდესაც რასურნელიც მოდიოდა თაფლის, რომ თქვი რომ აი ზედმეტად თითქოს თამბაქოსი არც კი იგრძნობოდა იმდენად იყო თაფლის. ეტყობა რომ ეს სიროპი საკმაოდ აქვს მიცემული. მაგრამ როგორც აღნიშნე, აი ესეთი ნამიანი არ არის, საკმაოდ მშრალი არის. შევხედავთ ეხლა როგორი იქნება მოწევის დროს. ხო, ეხლა თამბაქო ჩიბუხში ჩავაკეთე, შევაკეთე. ესე შემდეგ გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ, ათასის სხვა საშუალება არის, თუმცა როდესაც დაიწყებთ მოწებას, თქვენ თვითონ მიხვდებით როგორ და რა უნდა
გააკეთოთ რა სიძლიერის უნდა იყოს აი ეს დაპრესვა, თამბაქოს რო არც ზედმეტი იყოს და არც აკლდეს, იმიტომ რომ თუ კი ზედმეტი იქნება, ან თუ კი მიაკლდება აი ეს დაპრესვა ჩიბუხში, ორივე შემთხვევაში მიცემს გაცხელდება ადვილად ჩიბუხი და გაცხელებული, როდესაც თამბაქო ზედმეტად ცხელდება მოწევის დროს ეს სიმწარეს და ეს ყელის არეში და ესეც ცოტა უსიამოვნო გრძნობებს მიწვევს. ამას ვერავინ ვერ გასწავლით, ამას მხოლოდ თქვენ ნელ-ნელა თავისით მიხვდებით და შეეჩვევით რა არის. ოღონდ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ჩიბუხს, როდესაც თამბაქოს აი თუ ჩანს, მონი ჩანს 1-2 მილიმეტრი ჩიბუხის აი თავიდან ადგილს უტოვებ. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ როდესაც პირველად მოვუკიდებთ ჩიბუხში ესეთი ტერმინია, რომ თამბაქო თითქოს ფეხზე დგებაო, ესე წამოიწევს და ზემოთ ამოვა. თუ ეს ბოლომდე გექნებათ გავსებული, უბრალოდ თამბაქო როდესაც ზემოთ წამოდგება, ეს გააღვივებული ნაკვერჩხალის მსგავსი თამბაქო წვის დროს, უბრალოდ აი ამას დაგიწვავთ, დაგიზიანებთ, ბევრ ჩიბუხის მწებელს აქვს ძალიან მაგარ ჩიბუხებში აი ეს ნახშირებით დამწვარი და ესთეტიური მომენტია, ხა არაფერს არავის არ უშლის, მაგრამ თუ არ გინდათ გაგიბუჯდეთ ჩიბუხი, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა გაქვთ მიცემული, გინდათ რომ მთელი ცხოვრება გქონდეთ. შვილსაც და შვილიშვილსაც კი შეიძლება დაუტოვოთ სამახსოვროდ, რა თქმა უნდა, ჩიბუხი რო არ დაზიანდეს, მხოლოდ ეს მომენტია. 1-2 მილიმეტრი თამბაქო იყოს ქვემოთ, აი ამ ხაზიდან. ზოგადად ჩემი რჩევა მით დაუჯერე სხვებს, როდესაც ვიწყებდი და აქვს ხა კარგად ჩიბუხი ვიღებთ სიტუაციაში არ მივაქცია ამას ყურადღება და უბრალოდ პატარათი დავწვი. ხა მოვწვიოთ და ვნახოთ და ახსენებთ როგორი არის. საკმაოდ ნეიტრალური და სასიამოვნო თამბაქოა. როგორ წამოდგა თამბაქო და ჩავწერთ ახლა ქვემოთ, რომ არ დაგვიზიანოს ჩიბუხი და თან დაიპრესოს ადვილად საწევი იყოს. აი ამ პროცესში ხშირად ჩაგიქრებათ განსაკუთრებით არომატიკი და განსაკუთრებით დაბალი ხარისხის თამბაქო ეს არ არის პრობლემა. რამოდენიმეჯერ აანთებთ, 1-ჯერ, 2-ჯერ, 10-ჯერ, ეს არ არის თქვენი ის სუფთა ბრიტანული თამბაქოები რაც არის და მაღალი ხარისხის, იმას შეიძლება იშვიათად დაჭირდეს. არომატიკები ყოველთვის ითხოვს რამოდენიმეჯერ მოგიდებას. როგორც საკმაოდ ნეიტრალურია. არ არის ესეთი მძაფრი, როგორც თავიდან იყო, სასიამოვნოა. თაფლი იგრძნობა, მაგრამ არ არის ზედმეტი. აი, რასაც თავიდან გავხსენი თამბაქო და დავყნოსე, იქ უფრო მძაფრი იყო და მეგონა რომ უფრო ის იქნებოდა. ეს ეგრეთწოდებული შაქარიცა, ის სიროპის გავლენაც ჯერჯერობით არ იგრძნობა. თუმცა თამბაქო ჩიბუხში სამჯერ იცვლის თავის გემოვნებას, აი თავისდან დასაწყისში სულ სხვა არის, შუა ჩიბუხში სულ სხვა არის და ბოლოში სულ სხვა არის. ხან თავში ჯობია, ხან ბოლოში, ხან შუაში. ჩიბუხსაც გააჩნია. ეს ახლა სიმართლე რომ გითხრათ,
რადგანაც არ არის ძალიან მაღალი ხარისხის თამბაქო და უბრალოდ მას ჯერ კარგად არ ვიცნობ, ვერ გავრისკე ჩემს ძალიან ძვირფას და მაღალი ხარისხის ჭიბუხში მოსაწევად. ჭიბუხი ძალიან მიყვარს, დაბალი ხარისხის ჩინური წარმოების ჭიბუხი არის. ესე სატესტო თამბაქოებისთვის ხშირად აი აქედან მიწყებ. მე შემდეგ ხა თამბაქო თუ თავი მომაწონა, მე მოვსინჯავ შედარებით უფრო მაღალი ხარისხის ჭიბუხში და იქაც ნახავ რა გემოსულს. ეხლა მე ვერ გავაგრძელო, შევაჩერებ გადაღებას და შემდეგ ბოლოსკენ ისევ დაგიბრუნდებით, ვნახავ დავუკვირდები როგორი გემოებია და როგორი თამბაქო არის. დაგიბრუნდით ისევ ეგრეთ წოდებულ უკვე შუა ჭიბუხში ვართ. ხა რა შემიძლია გითხრათ? აი თამბაქო კარგად და თანაბრად იწვის. ისევ თავის ხარისხისა და კატეგორიიდან გამომდინარე, ეს არ არის high class-ის თამბაქო. გემო აქვს, როგორც გითხარით, საკმაოდ ზომიერი. ეს თამბაქოს თაფლის გემო არ არის ზედმეტი, საკმაოდ ცივად იწვის. ხო, ესეთი ტერმინია, წეველებს თავისებური ტერმინები გვაქვს, ხა ცივად როგორი არის, მაგრამ გრილი არის თამბაქოს ბოლი. ეს ამ შემთხვევაში შეიძლება ჭიბუხის დამსახურებაც იყოს და საერთოდ ჭიბუხის მოწევას აქვს თავისი სხვადასხვაგვარი ტექნიკა, არომატები სხვაგვარად იწევა, კლასიკური თამბაქოები სხვაგვარად იწევა, არომატიკებს არ უყვარს აი ძალიან სწრაფი და ხშირი და აი ძლიერად მოკაჩვა, იმიტომ რომ ძალიან გაღუებული როდესაც არის ჭიბუხი. არომატიკში როგორც მოგახსენეთ, ბევრი აი შაქარი და ეს სიროპებით არის გაჟღენთილი და ჩვენ ვეძახთ ხა დავხედეთ ცოტა დასველდა ჭიბუხი შიგნიდან. ჭიბუხის წეველები ამას ვეძახით გაოფლიანდა ჭიბუხიო. ესეც მხოლოდ არომატიკებს ახასიათებს და ამ შემთხვევაში აი ძალიან გაღვივება ჭიბუხის არ არის რეკომენდირებული. ესეთ პატარ-პატარა როგორ არის ნახლად მოკაჩვებით პატარ-პატარა ყოველ შემთხვევაში საკმაოდ გაკვირვებული ვარ, არ ველოდი რა, ბევრ უცხოური ბრენდის, საშუალო დონის უცხოური ბრენდის დონეზე არის ჩემი აზრით რა. ეს არის საბოლოო დასკვნა.